გალაქტიონი პირდაპირ არ ამბობდა თავის სათქმას. პირდაპირ ასეთ ზოგს უყვარს ხოლმე ეს იმდენად ძლიერი ტიპი იყო, რომ ანზოგადებდა თავის ტკივილებს. აი რომ ქონდა დიდი წინააღმდეგობა თავის მეუღლესთან, პირველ მეუღლესთან, ოლია უკუჯავასთან, ის პირწავარდნილი მატერიალისტი იყო, ბოლშევიკი და ისა, ეს კიდე სისხორცეულად იდეალისტი. ახლა როგორია ალბათი ურთიერთობა და ალბათ იყო რაღაცა წინააღმდეგობები და ბევრი ვიცი, მაგრამ ახლა არ ვიწყვი და დაწერა უცბად ჰამლეტის ქნარი, ასეთი ლექსი. და ახლა უყურე ამ მატერიალს ოფელიაც მამის დაუჯერა და თავის ძმას ლაერტს და ურთიერთობა დაიძაბა რაღაცა და როგორც იქა გააიგივა ოფელია იმასთან, ოლიასთან. ამაო თლად ცხოვრება დრტვინვის წუთის ოფელია. წადი მონასტერში ოფელია. ტკბილი ნანა სულ თხარე უბედობა ხატსაჩვენე და ამაშორალი სული გული მონასტერში მოასვენე მას შორს მტვერი შორს მიწა ის ცის ვარ მყოფელია. წადი მონასტერში ოფელია. ძალიან დიდი ხო ხედავ, იმიტომ გითხარით ის ურთიერთობა, რომ სწორედ ის იმალ ჰამლეტის ქნარში თქვა თავისი პირადული ტკივილი.